დღეს. ახლა ჩვენი ძველი მონაწილეები მოვიდნენ სტუმრად, რადგან გავიაროთ საფინალო წვეულების რეპეტიცია. სახლში ისე ზრიამოვია. ყველა ისე ვარ თითქოს საერთოდ არ დაგვიხოცავს ერთმანეთს. მასე შეეცხო ამწარე ყველას. მე ვის ამწარე? რა გარეთ ავარ და მე მომწარეთ. ეს არის ბოლო ღამე, როცა მე დავწვევი ჰაუსის სახლში. ერთი დიდი ისტორია შეიქმნა ჰაუსი ჯავახას ყოველდღე. მადლობა პროექტს, რომ კიდევ ერთი სახლი გვაჩუქა. ეს ჩვენ გველოდება სასწაული დეფილე. შენთვის ვიქნები რაინდი, ქალი მთვარე, ქალი ვარსკვლავი, დილის რიჟრაჟი. გოგოები მალე გაემზადებიან და მოვაწყობთ ფანტასტიურ დეფილეს. დიანა, თინათინ, დედა. ჩვენ მოვედი. დედა. ბოდიში რო ცოტა დაგვაგვიანდა. ისეთი ჯადოსნურები ხართ, რომ დამავიწყდა რომ გაუბრაზებული იყავით. ესე რატო გთხოვთ, რომ ესე ლამაზად ყოფილიყავით? მოგეხსენებათ ახლა ფინალი გვიახლოვდება და გრაციოზულობა საჭირო. ფანტას. ესე იგი გოგოებო ფინალისთვის ცოტა მეტი მიხრა-მოხრა საჭირო და მეტი თავდაჯერებულობა. მიხრა-მოხრა. ვინმეს რამე შეგენა. ერთს მე ჩავივლი ახლა და დააკურდით თუ გაზე ვაკეთებ აქცენტს, ყველაზე მთავარი. თავი. კი. და ხელი. გოგოების შემთხვევაში შეგიძლიათ თეძოზე, შეგიძლიათ ორივე დაუშვათ. თინათინ რაღაც განწყობა არ გაქვს. ფანტასტიკური ხარ, არაჩვეულებრივი ხარ. მეტი რა გითხრა? მადლობა. შემოგევი. ბონდო მაინც არ გვანებებს თავს. ესე იგი წავედით და მივდივართ, აი, ნახე. შვიდად, დინჯად, თავი ტრიალდებით. მიდი. ესე იგი ჩემი ჯერია, უნდა გავაოცო ყველა. ესეთი თავდაჯერება უფრო არ ჯობს. დიანა, სად მირბიხარ? მე ვიცი შენ სადაც მირბიხარ, მაგრამ ჯერ ძალიან ადრე. ზიან. დააბოდიტო. გამანები თავი რა არ მოგწონს? ნახე როგორი თავდაჯერებული ვარ. კი, მაი უფრო ცანცარა დედოფალი გინახავს? შეხედე, გოგო, გაიარე ნორმალ, მობრუნდი აქ. თინათინ, აჰა, ნახე, თინათინი საყვა, ერთი თინათინი მეგონა დინჯი და ის იმაზე უარესი თხა. რასაჩვენე, ეს გრძელი კაბარისთვის გაცვია. მოდი, გავაჯასო. აი, ახლა მომისმინე. გოგოებო, ახლა არ მაქვს. მოდი, გოგოები, დადეკია. შეხედე. აუ, გამაგიჟები. გამომხედე, ნახე და გაიმეორე. ბონდო, ლიმუზინი გველოდება, დაუჩქარე. ყველაზე თხა გვყავს ოჯახში რა გავაკეთოთ. კარგია. ვაი, ჩოციე გოგო ფეხი. ჩემი ლამაზი ფეხები ერთხელ გამოვაჩინო. კოჭამდე, იმისი ტიპი. 1 2 ჩადგა ფეხი. ლამაზად ჩად გოგოთი. კალოშები გაცვია და ფეხსაცმელი. ჩუსტები. შეხედე შენ და ზოგადად დგამს ფეხებს. დიაგონალზე. გაჩერდით. ხო გასწავლეთ ვალსში ყოჩა.
გაგნელა. დიანა, თინათი. ჩვენ ლაივისთვის ვართ მზად და არავის გაკვეთილები არ გვჭირდება. ბოიკოტს უცხადებთ ბონდოს, დამთავრდა, ბასტა. ესე იგი, ოქროებო. აბა რა სკვეტყი ბონდო. არა, უკვე ფინალისტვის მზად ხარ. იყვნენ ფანტასტიკურები, არაჩვეულებრივი, გრაციოზები. აი ეს ყოველ სიტყვას ამოვგლიჯავთ ხოლმე. სახს მიდი. ოპ. არა და 2 წუთის წინ დეფილეს რეპეტიცია იყო. ჩემო უსაყვარლესებო, რამდენიმე დღე არის ჰაუსის დამთავრება და დარჩენილი. გუშინდელი დღესავით მახსოვს მარიამს როგორ გაუკეთეს საუზმე და მოდი ახლაც ნოსტალგიები ყოველთვის მაწვება. ახლა ეს ბოლო პერიოდია და ახლაც მოდი შევუტანოთ და აბა მარიამს რა რეაქცია ექნება, როდესაც ჩვენ ომლეტს შევუტანთ ოთახში. ძალიან უყვარს მარიამს, ესე იგი ოთახში რომ შემოგვხ ხოლმე საუზმე და მე მთელი დღე არის ხოლმე კარგი ხასიათზე. უფრო შოკოლადი, მაგრამ შოკოლადებსაც რაღაცნაირად შევაპარებ და შევუტან. აი ეს მარიამს უყვარს ზეხვეული, ყველაფერი ჩავყაროთ ერთად. ამ პროექტში ყოფნისას გავიცანი ის ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი ნაწილად იქცა. ახლა პარიზში მივდივართ, პარიზიდან ჩამოვალთ, ვაგზავნებთ ყველაფერი არის იდეალურად. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. და აი ყველაზე ბედნიერი მომენტები მართლა მახსენდება მარიამთან ერთად. მე და მარიამ ყველაფერი დავიწყეთ აი აქ. აქ ხდებოდა ის ყველაფერი რა, ანუ უფრო დავახლოვდით აქ რა მომენტში, ვაკეთებდით საუზმეს და ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ყველაფერი დაიწყო აქედან. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ მომენტშიც. ომლეტი ნენელა იწვა, ამიტომ ესე გადმოვატრიალოთ. აი ესეთი რაღაცები შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ. ეს არ დამოვიწყდეს. ვარდები ხო უყვარს. მგონი მზად არის. ახლა უნდა წავიდეთ და მარიამს შევთავაზოთ ჩვენი უგემრიელესი საჭმელი, რომელშიც ზევს ძალიან დიდი ნოსტალგია, ჩემო მეგობრებო. ყოველ დღე რო ბიჭმა ესეთი საუზმე გაგიკეთოთ, მოგიტანოთ, რა ვიცი, ვარდი, შოკოლადი, ყავა. აბა რამე ნოსტალგია ხო არ გაწვავა ჩემო პატარა, ჰა? ჩვენი ურთიერთობაც ეს პატარ-პატარა რაღაცებით დაიწყო. პირველ დღეს აქ რო ეს შემოვიტანე, ერთი სული მქონდა ისე მწვენოდა რომ გავსულიყავი და ახლა მე და ახლა შეგეცდა ჩემთან ერთად დაცდე. და ვაჭამო ჩემი ხელი, ჩემო. ხილად მოდი აბა ეხა წამოვიდა მოფრინავს პირი გაღე მარიამ მიდი კაია კუჩი მოიწმინე მადლობა მოგვეწვა ნოსტალგია რაც მინდოდა რომ გამიკეთებინა გავაკეთე ეს იყო პირველი კვირა რომ შემოხვედი აქ შოკოლადით და ყავით და მეც ისე შემრწყვა მაკიაჟი არ მეკეთა და პიჟამები მეცვა. ბოლო დღეებია ჯაკეტი აქ ვარ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ნოსტალგია მომეწვა, დილით რომ ნიკამ საუზმე შემომიტანა. შენ იცი როგორ უნდა ვიყო ბედნიერი მთელი დღე? კეი, ყავა და შოკოლადი და ჩემი ღიმილი არა? მასაც დავამატებ დღეით. მოდი შეჩამოხოთ. ის მადლობა, როგორ მიხდი, მადლობა თავისუფლად. ძალიან დიდი სურვილი გქონდა რომ მოგვენახულებინა ჩვენი უძირფასესი მოხუცები და აი როგორც იქნა მოვედით კათარსისში და მოვედით რომ ვაჩუქოთ ჩვენი სითბო, გავამხნევოთ, გავზიაროთ სიყვარული. ჩვენმა სპონსორმა ელით ფუდმა გამოგვატანა თან საჩუქრები, ტორტი გამოგვიგზავნა ასევე. კოტლეტი, კაბაბი და მოკლედ აი ეს. ჩამოგრო ყველა დავბერდებით და ერთი ის უნდა ვიცოდეთ რომ ახლა სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება, ამიტომ წავიდეთ და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა რა. ამიტომ შევიდეთ და გავახაროთ ახლა ჩვენი უსაყვარლესი მოხუცები. გამარჯობა. მოგესალმები. გამარჯობა. წავედით, აბა მოგძანდით. განებივრებული ვართ ჰაუსისგან, მოკლედ ყველა თაობა მოდის ხოლმე ჩვენთან და ძალიან გაგვიხარდა ეხლაც რომ შეგვეხმიანეთ. ველოდით რომ ამ ძარს ველოდით არ დაგივალავთ და გაგვიხარდა რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი სურვილი გქონდა და როგორც იქნა მოვედით.
ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ თქვენს წინაშე წარსდექით. და ძალიან დიდი ხანია გვინდოდა თქვენი მონახულება და როგორც იქნა დადგა ეს დღე. ძალიან გვინდა რომ ჩვენი სიყვარული, სითბო, მოფერება გაჩუქოთ და აი ყველანაირად გახალისოთ, მოგეფეროთ და გაგამხნევოთ და იმედია რომ ეს დღეს გამოგვივა ჩვენი სიმღერით. მორბის ჩემი გული ზღვასთან ცხოვრობს სიყვარული თეთრი კაბა მომიტანე დავიცეკოთ აჭარული აინანანინინაო აინანანინინაო ერთად აინანანინინაო 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 და აინანანინინაო პომ 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 ჩიტო 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 მარგარიტო აბა ერთად Chito, grito, chito, margarito, da, ram, pam, 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 chamo y arre, me escuchase. Zwimda, tauga, metebi, la machine mi uchti, turme usheno, kiar dao diwar dawe, მადლობა რომ ასეთი თბილები ხართ და საყვარლები უბრალესი მადლობა მინდა რომ ყველას გადაგეხვიოთ და აი გადაგეხვევით კიდევაც აბა თქვენ განსაკუთრებისაში ბალანსები აქაც სიცოცხლეა და ჩვენ არ გავბერდებით არავინ. აქაც გამბერდებით. ვიჭრად მომაგინო ამ კონსერვებულ სტოდებს და მომგანებულ ბენეფიციარებს. აქაც გამბერდებით. დიდი მადლობა.
ჩვენი ძველი მონაწილეები მოვიდნენ სტუმრად, რადგან გავიაროთ საფინალო წვეულების რეპეტიცია. შემოდიან ძველი მონაწილეები და სახლში ისევ ჟრიამულია. ყველა ისევ არ თითქოს საერთოდ არ დაგვიხოცავს ერთმანეთს. Mr. Davis, wow. მონდოია, სიმი. როგორ ხარ? ეგრევე თვალწინ გაიშრიალა იმ ტკბილ მოგონებებმა, რომლებიც ჰქონდა ამ ადამიანებთან ერთად გატარებული ჰაუსის კედლებში. ვერ მოვიდა ზურა. მგონია რომ უკვე ყველა მონაწილე შემოვიდა. ვიხედები აქეთ-იქით, მაგრამ ერთი აკლია. არ გაცლება. შერაშე. კაზურიკო სად არის? ვერ მოვიდა ზურა, თბილისში ქუთაისში წავიდა და რატო წავიდა? საქმე ქონდა რაღაცა და ვერ მოვიდა რა. შერავა. გაშვები. ძალიან ცუდი. კი, გავქ. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არა ვართ? ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მან პირადად გადმომცა თაიგული და რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობა. როგორ ახსოვს? კარგად შენ. დადამაზია. მასავებე. აგავაკე. ხალხო. რა რამაზე გაბაგაც? მადლობა. დღეს თაიგული რომ მომივიდა შენ გადიყო ეგ თუ არა? ყველა თაიგული შემოგაგია რა. ხო, ვიცი. ამ წერილი არ ეწერა? აი, მე დავსკუპდებოდი თაგასე. კიდე ერთი რანაირად მოგვენატრა. აი ეს სიცხე მე მგონი ფანჯარა რო გავაგოთ. ვიცი, მე თვითონაც ხანდი. მე ვიცი. მე ვიცი ჩუქნის. ვიჩუქნის, მეც მითხარი, ვა შენ თუ ვიცი, მეც მითხარი, ძმაო. ვამ, ნოყევით რაღაც რაღაცები. რა, გაგვამწარეს. ვინ, რაზო, ვინ გამწარებს? ინადინ, მე არ ვიცი, ვინ გამწარებს შენ მე მითხარი უბრალოდ. ჯავახა. მერე? ჯავახა? აუ. და მარი. ჯავახა და მარი. ეხა ისეთ დრო არის, ფინალი არის და ეხა მასე შეეცხო ამწარებ ყველას. მე ვის ვამწარ? რა გარეთა ვარ და მე მომწარებ და ის ბუშტი ვინ გამოგიგზავნა? რომელი? როგორ გისკდა? იქ გულშემატკივრებმა გამომიგზავნეს. რამდენი ყვავილები რა? ეს და ეს. დანარჩენი უკვე დაჭკნა. აქანაც ძილი ისე სახიფათო. რატო? რამდენი ყვავილები შეგძინათ რა ვიცი მე. რა უჭერს? პირიქით. ზურა შემოდის ოთახში და შეამჩნია, რომ ჩვენი ოთახი არის უამრავი ყვავილებით ავსებული და ცოტა ისე შეპარვით დაიწყო კითხვები, ის ვისგან არის, ეს ვისგან არის. სხვა რა ხდება მოგე? გვიღენ. გააჩნია რა გაინტერესებს. შენ ისედაც ყველაფერი იცი, იმიტომ რომ უყურებ რაც აქ ხდება და აქ რაც ხდება არაფერს არ უყურებ, გარდა მონაკვეთებისა, რასაც მიგზავნია. რო სკროლავ არ ხდება ესე იგი. TikTok-ზე მიე? ხო და აი უყურებ რაც ყველაზე მთავარია ესე იგი. TikTok-ზე რას უყურებ, ჩემნაჟანზე ედიტებს უყურებ, მე ყველაფერი არა. ნერვიული. შეხვარ ნერვიული. ნუ რა თქმა უნდა ცოტა ნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი ვანდე ღმერთს და ბუნებრივ ძალებს. ხალხს ასე უნდა გაკეთო. იმიტომ ფასიანე ზარები. ღმერთს და ხალხს ასე უნდა. ხო და იმედია ღმერთი რამეს უსავს ხალხს. და დარეკავენ, მაგრამ ეს ნახე. კი, ნახე მაგ მე. მე თქვენი რეაქციებიც ნახე.
კიდე შემოვა დღეს რაღაც საჩუქრები. მართლა? მოუტანე საჩუქარი, იქნება კაი ხასიათი. ვარო. მავილები ამედნიერებს ამ ადამიანს. რა გინდა მე? ძალიან მართლა ყოველდღიურად რაღაც საჩუქრები ყვავილები და მართლა თავის ხაპარში მგონია. იმედია ეს ხაპარი არ ეს დღესაც ვერ შემოვიდეს. ხო. ის ფოტო რაღაცა ის თვალები არ გვიჩანს თქო ასე მგონია. კი, არ ჩანს თუ ძალიან არ მიუახლოვდებით, არ გამოჩნდება და ხო რა სახი? კიდე რაღაცები ვნახე რაც არ მომეწონა, მაგრამ არ გეტყვი ახლა. რა? გეტყვი. აბა იძახი არაფერს არ ვუყურებო და ყველაფერი ნანა. რასაც მიგზავნიანი, იმას უფრო მიგზავნია და ნახეო რას ლაპარაკობენო და არ ნახო? ნახე კაცო. ანუ ის ამოჭრილ მონაკვეთებს, რომ ახლა სრულად თავიდან მალონ არაფერს არ. ხო და გწოდნია ბევრი რამე რა. ხო და ბევრი რამე ხო ახლა ის ვიცოდი რომ ანუ შემოდიოდა და ის უნდა მეყურებია, ხო? რა რეაქცია გიქნებოდა, რა სიზამთე, ხო არ უნდა მეყურებია? არა, ეგ კი. ხო და მე იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რაღაცა არ მომეწონა, კიდე რაღაცები არ მომეწონა და რაც მანახეს. აბა გენეტრება თაკაურობა. გენეტრება? გენეტრებათ, რატო შესაძლოა გენეტრებათი? ნო. რა თავიდან კი არა ხო, კი. აკაურობას რა თქვენს? ხვალე ის რა ქვია, რა ვიცი, ამდენი პარკი როგორ უნდა გავსი თუ არ ვიცი, დამეხმარები. აი მე იმდენი პარკი გვაქვს ჩასალაგებელი, მაგრამ როგორ მოვა? ჩალაგებაში დაგეხმარო წაღებაში. ჩალაგებაში რა ვიცი რა ნერვები. არა ჩალაგებაში. ეს დათუნია ვიცი. ეს ჩემმა გულშემატკივრებმა გამოგვიქცა. ის არ ვიცით. ის გულშემატკივრებმა. არა, ის თათუნი არ ვიცით. რა შვები ზურიკო, ეგოისტო, ეჭიანო, აბა მარა შვები. ის დათუნია ხო არ ვიცით? როგორ არ ვიცი? ისის გულშემატკივრებმა? მაშინ არ უნდა გადამედგო. არ უნდა გადამეგდო. ლორენცო, შენ კიდე ეწევი სიგარეტს? ჩვენ ეს ვიწყებთ ახლა. მოდით შეიძლება? დრო შეზღუდულია და დროულად. აბა მოდით ყველა. წყვილები დაგაყენოთ ვინსთან დგას. გვანცა მარიამ თუ შეიძლება მობძანდით? იქით რატო წავიდნენ? ასე ბედნიერად დგამთ ცეკვას. თითქოს დავბრუნდი პირველ დღეებში. ავწიეთ ხელი, გადმოვწიეთ აქეთ. და ამ დროს ხელი მეორე ხელს ვკიდებთ. ვატრიალებთ პარტნიორს და გავიშალეთ და გავშალეთ. ავიდა ხელი ყოჩახლელო. მერე ჩამოვაწევინეთ. მოვკიდეთ მეორე ხელი, დავატრიალეთ. მასე, კაი. როცა დავატრიალეთ. ოკეი, გავიშალეთ. გოგო ტრიალებს ერთ სრულ წრეს. 2 და გავჩერდით. მიყოდოს მასეთ თვალებით. ანუ ჯექსონის თრილერია. და ხო მე გავჩუმდა. 30 წამის განმავლობაში როგორც ფლეშმობია გარედან ყველა მოვდივართ და ჩვენ მეწყვილესთან ერთად დგებით. და იწყება ეს ნელი ვერსია ლალალენდის. ნუ საუბრობთ. ან ლალალენდის მოდი და ასწავლე ამათ. უნდათ ახაც ცეკვა ამას. ამ ფოტოს გავუმევა. ამ ფოტოს გავუმევა. ვიცი. როგორ სანამ მუსიკა ჩაიწერა, მოდით ჩაკეთება. მოდით, როგორ კაგიშვა? კაგიშვა? წკაბ და ეგრევე. ვუალა. ვაიმე რა ვიცი. და იმედია ფართიზე არ მომჭრით თავს.
ეს არის ბოლო ღამე, როცა მე დავწვევი ჰაუსის სახლში, ბოლოჯერ გავათებ ამ ღამეს. არ მჯერა, არც მე. ღმერთო, ვინ იფიქრებდა, რომ 3 თვე გავატარებდით აი ამ ოთახში და აი ესეც ჩვენი ბოლო ღამე ამ სივრცეში. არ შეიძლება რომ ის ოთახი აი ეს ჩავიხუტო და თან გადმოვიფარქო სახლში. რა თქმა უნდა, თვალწინ ბევრი კადრები გადის ესე მომენტალურად პოზიტიურიც, ცუდიც, სევდიანიც. თუმცა ყველაფერი ვფიქრობ, რომ მხოლოდ მე არა, ყველას მგონია, რომ მაინც უფრო ტკბილ მოგონებებად გავახსენდება ყველაფერი, რაც მოხდა ამ პროექტში. ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ამ ოთახში ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. და დღეს არის ბოლო დღე, ვაიმე დათვი. იქა არ ვიცი ხალხო აი ყველგან რაღაცებს აი ყველგან მოგონება მაკავშირებს ჩემი გვირგვინი აქ იკითხება ის რომ მარიამის წასვლა და დაბრუნება ვერ ვეთხოვები, იმიტომ რომ ჩვენ პარასკევობითაც არ გავდიოდით, ყოველთვის აქ ვიყავით, ანუ სხვა მონაწილეები რო გადიოდნენ და პარასკევს სახლში მიდიოდნენ, ჩვენი სახლი ეს ოთახი იყო და აქ ვისვენებდით აქ და იმდენად შევისისხლდით, ანუ ამ ოთახში აღარ დარჩა არც ერთი კუთხე, რომელიც არ ავითვისეთ და მიუხედავად იმისა, რომ ორნი დავჭით, მაინც ვერ ვეტევით, აი გავავსეთ ჩვენი სულ ყველაფერი. ჯადოსნური ოთახი არის ნამდვილად ეს ოთახი. ჯადოსნური ოთახი და ჯადოსნური სახლი, პრინცესების ოთახი. აი ყველგან სადაც რა ვიცი რა, სადაც ნამცეცი არ ჩამოვარდეს, ყველგან რაღაც მოგონებაა. დაწყების დღიდან აქ ვარ უკვე 3 თვეა. მანამდე სხვა ოთახში ვიყავი, ის ოთახიც მიყვარს, თუმცა ამ ოთახმა უფრო მეტი სევდა გადაიტანა, ვიდრე პოზიტივი. მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფერს მიგზავნიან, იქ რასაც ხედავთ ხომ? ამ ადამიანებმა მომცეს ძალა იმის, რომ ჩემს რთულ დღეებში გამეღიმა და წამოვდგარიყავი ფეხზე. მომენატრება, რა თქმა უნდა, გული მწყდება რაღაცებზე, ფიქრობ, რომ რაღაცები არ უნდა მომხდარიყო, თუმცა წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ მომავლის შეცვლა შეგვიძლია. ძალიან მომენატრება მართლა. ანუ იმდენად შეჩვეული ვარ ამ საწოლს, რომ როგორ გადავეწყო ახლა სხვა საწოლზე არ ვიცი. ჩვეულებრივად ესე შევითავსებ მარჯვნივ როგორ დავწვა, მარცხნივ როგორ და ღამის რომელ საათებში საით მხარეს გადავბრუნდე. თახი რომელმაც ძალიან ბევრი ოცნება აგვიხდინა. ღმერთო როგორი გზა დავიარეთ ჩინაში და მოვედით აქამდე. შენი 3 ბალიში. ვაიმე, ჩემი ბალიშები. ანუ რომ მოვედი პირველი ვთქვი, რომ მე მეთქი პროექტში რო შემოვდივარ, მჭირდება მოკლედ 3 ბალიში და ესე იგი მომიტანეს ეს 3 ბალიში, როგორც იქნა ის რა ქვია, დავიმსახურე 3 ბალიში და ბონდო ერთი კვირის მეუბნება, შენ რომ 3 ბალიში გაქვს, ჩვენ აქ ყველას თითო ეს იყო სხვადასხვა ბალიშების გულისთვის მოგვივიდა ბონდოსთან რა სისულელია ერთ-ერთი ჭხვილი. ეს ოთახი არის ჩვენი ხმით ავსებული. მგონია რომ წავალთ ამ ოთახში კიდევ ეკოსავით იქნება ჩვენი სიმღერები. ძალიან რთული იყო ყველაფერი მართლა რა 3 თვის განმავლობაში ვიბრძოდი და ახლა ვზივარ ფინალში, მაგრამ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ ფინალში ვზივარ ხალხო, ოღონდ დედასმიცა ვარ, ამას სერიოზულად გეუბნებით რომ ეს არის დისნეილენდის ფოტო, სადაც 22-ში მივფრინავ.
აქ მძინავ ზუსტად 3 თვეა ხალხო. მადლობა პროექტს, რომ კიდევ ერთი სახლი გვაჩუქა. აქაურობა რომ უნდა დავტოვო ხვალ და აქ რომ აღარაზოს აღარ უნდა დავიძინო, ჩემთვის არის ძალიან სენსიტიური ამბავია რა ეს ყველაფერი რა. ერთი დიდი ისტორია შეიქმნა ჰაუსში ჯავახას ყოფნის დროს. ადამიანებმა დაინახეს როგორი ადამიანი ვარ. ჩემი მიზანი ზუსტად ეს იყო. თქმა უნდა, მადლობა, რომ რუსთავი 2-ში რას ვიფიქრებდი? რომ სიყვარულს ვიპოვიდი. მაგრამ ხომ ხედავთ? საოცრებები ხდება. ჭირი იქა, ხილი აქა, კატო იქა, ფქვილი აქ. სულისა. ცამეტივე მეგობარი არა, მაგრამ შევიძინე 2 მუზა, აჩიკო, მართლა. აჩიკო, შემიძლია რა ვნიშნო, გიორგი პარიზი. და ლორინცო სტრიმებს რა ხდება ბოთილი ვიყო. ლორინცო. Stay calm. Как контролებს სიტუაციას. ამას მაწავიღო. როგორ დამახინჯდა ეგრევე. გამშვიდობის. ხო, ბოლო ჯერ შუქი ჩამიქრეთ რა.